გამარჯობათ ყველას, როგორ ხართ? მე ნათია ვარ და ამ ვიდეოში მე მინდა რომ ჩვენ დღეს ერთად ვთქვათ ცნობილი ბრენდების სახელები ინგლისურად. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ამ ბრენდებს ქართულად ვამბობთ, თითქმის სრულად იცვლება მათი მნიშვნელობა, მათი წარმოთქმა, ვინაიდან რადგანაც ქართული არის სრულად განსხვავებული ენა სხვა ენებისაგან, ჩვენ ძალიან ხშირად ვკითხულობთ ამა თუ იმ სიტყვის, ამა თუ იმ სახელის შემადგენელ ყველა ასოს და ასევე ვუმატებთ ბოლოში რაიმე ხმამას. აი დავიწყოთ და მიხვდებით რაზე ვსაუბრობ. ავიღოთ მაგალითად პირველი ასეთი ბრენდი, ჰერმესი ან ერმესი, როგორც ჩვენ ვამბობთ. ჰერმესი სინამდვილეში არის ფრანგული ბრენდი და ის გამოითქმის როგორც Hermes. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ასო H-ი, ანუ როგორც ფრანგულ ენაში ამბობენ, A-ში არ წარმოითქმის ფრანგულ ენაში, ის მას გამოთქვამენ Hermes და არა Hermesi ან Hermesi. და მეორე, ასევე ფრანგული ბრენდი, რომელსაც ჩვენ ვამბობთ როგორც Yves Saint Laurent. სინამდვილეში Yves Saint Laurent-ს ბოლოში ხმოვანი I არ აქვს და ის გამოითქმის ფრანგულად როგორც Yves Saint Laurent, ხოლო ინგლისური აქცენტით იგივე ბრენდს ამბობენ როგორც Yves Saint Laurent და არა Yves Saint Laurent. ასევე ფრანგული ბრენდი Lacoste გამოითქმის როგორც Lacoste ინგლისური აქცენტით, ხოლო თუ გინდათ რომ გამოთქვათ ფრანგული აქცენტით, მაშინ უნდა თქვათ Lacoste. Lacoste-ს სინამდვილეში ბოლოში ასობგერა A საერთოდ არ აქვს მას წერის დროს, რატომღაც ჩვენ ვუმატებთ A-ს და ვამბობთ Lacoste. ამით პრინციპში არაფერი არ უშევდება არც Lacoste-ს და არც ჩვენ როგორც გვინდა ისე შეგვიძლია ვთქვათ. თუმცა ეს არის Lacoste ან Lacoste. და შემდეგი ეს არის BMW, რომელსაც ხანდახან შეცდომით ვეძახით ხოლმე BMW-ს. სინამდვილეში BMW ინგლისურად გამოითქმის როგორც BMW. თუმცა, რა თქმა უნდა, BMW-ც არის სწორი ფორმა, იმიტომ რომ ეს არის გერმანული ბრენდი, ხოლო გერმანულად BMW-ს ჰქვია BMW. ამერიკული ბრენდი Levi's. ჩვენ რომ ვამბობთ ხანდახან Levi's, ან როგორც Levi's-ები, სინამდვილეში ინგლისურად გამოითქმის როგორც Levi's. Levi's. სინამდვილეში სიტყვას Levi's ბოლოში არ აქვს არც I, არც E-ები, მაგრამ ხანდახან ჩვენ ვამბობთ Levi's ან Levi's-ები. მოკლედ, მე მგონი ვამბობთ ხოლმე Levi's-ები თუ Levi's. მოკლედ, ეს არის Levi's. და შემდეგი McDonald's-ი, გიშტები ისე მიყვარს McDonald's-ი, თუმცა ვიცი რომ არა სასარგებლო, მოკლედ McDonald's-ი გამოითქმის როგორც McDonald's. McDonald's. ანუ მეორე ასო უნდა ვთქვათ სადღაც G-სა და K-ს შორის McDonald's და არა McDonald's-ი ან McDonald's-ი ან McDonald's-ი. მოკლედ McDonald's-ი არის McDonald's. კიდევ ერთი ფრანგული ბრენდი, ძალიან ბევრი ფრანგული ბრენდია და რა ვქნათ. ეს არის Louis Vuitton, ინგლისური აქცენტით, თუ უფრო ფრანგული აქცენტით გინდათ რომ ვთქვათ, ეს არის Louis Vuitton. სინამდვილეში კი ჩვენ მას ქართველები ვამბობთ როგორც Louis Vuitton-ი, იმიტომ რომ Louis ბოლოში აქვს S-ი და ჩვენ როგორც ქართველები ყველა ასოს ვკითხულობთ, ბოლოში ვუმატებთ კიდევ ერთ ხმოვანს და გამოდის ბოლოს Louis Vuitton-ი. სინამდვილეში კი ის არის Louis Vuitton. Louis Vuitton-ი. კიდევ ერთი ამერიკული ბრენდი, ჩვენ ვამბობთ როგორც მახსოვს Converse-ები, რომელიც ამერიკული ინგლისურით არის Converse. Converse და არა Converse-ები. ჩვენ რატომღაც ვამბობთ მრავლობითში და ვუმატებთ E-ს. არც. ვიყავთ სპორტი, გეცოდინებათ ასეთი ბრენდი Adidas-ი, რომელსაც სულაც არ აქვს ბოლოში ასობგერა I და ის ჟღერს როგორც Adidas. მისი დამაარსებელი სახელი და გვარი იყო Adolf Dassler, ხოლო ზედმეტი სახელი Edi და ბრენდი შესაბამისად გამოვიდა მისი ზედმეტი სახელისა და გვარის შეერთებით და ის გახლავთ Adidas და არა Adidas-ი, როგორც ჩვენ მას ქართველები ვეძახით. თუ გაქვთ სპორტულები, შეიძლება გითქვამთ, რომ მაქვს Nike-ის ბოტასებიო. Nike ინგლისურად გამოითქმის როგორც Nike, თუმცა ეს არის უფრო ამერიკული ვარიანტი. ევროპაში და სხვა ქვეყნებში მას ასევე ამბობენ როგორც Nike და არა Nike, როგორც ამერიკაში, ან Nike, როგორც ჩვენთან საქართველოში. სულ ეს იყო დღეისათვის. იმედი მაქვს რომ ეს ვიდეო მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ. ჩვენ კი შევხვდებით სხვა ვიდეოებში. კარგად და ყველას დიდი წარმატებები.